ძალიან ბევრი ადამიანი შეიცვალა. დაბრუნდა მოედანზე რაღაც 3 წლის მერე სანდრო გოგაშვილი და მივესალმოთ მას. ას კუნჯის old school-ის წარმომადგენელი. დაიწყეს ბიჭებმა. ნახოთ. გოგოშას გოლზე ვდებ მე. უი, კაპიტნის სამკალულაური მოურგია აქ, ნუგო მეჩითიშვილს და ვნახოთ. ჯორჯი, ნიშა. კი, გელაშა გავიდა იდეაში რა. და ახალი თავდამსხმელი. და ზურამ აქ თავის ქუსლი. ოპა. ეს უკვე ბიჭები, ახალი ბიჭების სახელები არ ვიცი და ხარბედა მაქვს უკვე რაღაცები დაატრიალა. გაგა. 10-იანზე შემოვიდა გაგა. გოგოშა, როგორც აქეთა ფლანგი და შევტევს არ და იქიდან თითქოს მარჯვნიდან თამაშობდა ხოლმე და არ მახსოვს. ხო. აქ ნუგო უკვე აი დაიბრუნა ეს ბურთი. ნუგო მაი გოგოშას პირველი შეხება ბურთთან. შვენიერი. იხსენებს. ოპა! აბა თუ გამწოვებს. არა, შვენიერია. დაკუნტრუშებს. არანაირი პრობლემა არ აქვს, როგორც ხედავთ. გახსნა სივრცეები? ცოტა მძიმეა ეს ბიჭი, აშკარად მძიმეა მოძრაობაში და ჩვენმა ბიჭებმა გადააზღვიეს. კაია, გოგოშა ლაპარაკობს. აბა რა, დაშვიდა აქ. ეთყობა რომ თითქოს არც წასულაო. ამხარ? და ხარბედი აქ და ხარბედიას თავში ტოლი შეხვდა ეთყობა. იჭიდავს, არაფერი არ დაუთმო და აგერ მოუტრიალა. და აგერ კონტრეტევას ვიღებდით, მაგრამ რა კარგი გატარება იყო. რო თუ გაატარებინეს. გაატარა, მაგრამ ალბათ აქ ძალიან კარგად დაუტოვეს, მაგრამ მე ამ შაოსარმა ადამიანმა იჭქა. ხარბე დაუტოვე რა თქმა უნდა, აბა რა. ჯერჯერობით ნუგო უშეცდომოა, მე ამას გამოვყო. აქაც კარგად გაიხსნა, აი ზურამ კერდით ვერ მიიღო ბურთი რაც სხვათა შორის უშუალოდ მიშა მოვიდა, ისე წავიდა გეგონმა დარტყმა საპირისპირო, ზურას დაუტოვა, ლევანი გადმოშლის გოგოშაზე უნდა მივიდეს აქ ბურთი, რაღაც სრულ მოძრაობა გააკეთა, რატომაც არ გადაიტანა გოგოშაზე. ამის ეთყობა რომ რაღაც მარტივი მოძრაობები და მარტივი თამაში ეს თითქოს არ უყვარს. ნუგომ რა კარგად მიიღო. გოგოშა შვენიერი. აი მე ისევ იკითხებოდა წესით აქეთ პასი. გოგოშა საოცრებებს ატრიალებს აქ აშკარად. აჩვენებს რომ ხოლოდ გასართობად არ არის, ის აქ შეჯიბრს აპირებს. და აუცილებლად იბრძოლებს ძირითადისთვის. გოგოშა. ყველა აქ ვინც ანუ ის აქ პროსტა გასართობად არ მოსულა. ყველა იბრძოლებს აქ თავი ეგარი. დევნოზას გარდა რომელიც გამოგვემშვიდობა და წარმატებები უსურვოთ მას თავის ახალ გუნდში. მასწავლებელი. შვენიერი მოძრაობები გამოიწვია, გადაშალა. ოპა და აქ, ეს ვინ არის ეს ბიჭი? მუხიაშვილი ბექა, რომელსაც თავი უპრიალებს უბრალოდ თვალი მომჭედა ვერ დავინახე. აბა. შვენიერი მარტივი პასები. აქეთ იქით. ჩვენი რა მიდის? ლევანის ლევანი ორიენტაციას დაკარგა აქ. აქ არ იცოდა ბურთი სად იყო, აქეთ იქით გაიხედა და არ უნდა დავარტყმევინოთ. ეგ ჩემი აზრით პასის მიმცემის ბრალიც იყო, იმიტომ რომ ლევანი არ გააფრთხილა რომ უკრიდან ეჯდნენ, კი. მაგრამ თუმცა აქ შეგისწორა რომ ლევანი მეზბურთი თავად მოითხოვა. ლევანის გამოსწრების კაცს აბა აქ მაღალ ბურთზე როგორ იქნება და შვენიერი გაყოლება და ეხმარება, მაგრამ ზურა აქ თვითონ აპირებს ყველაფრის დასრულებას. ცოტა წინ ოპა. გოცო, აბა ბურთის მომტანი. სანდრო მოდი, შენ სადმინი ხარ? ყავს აქ ბურთის მომტანები. აი გოცო მოიტანს. ბურთი არა გვაქვს უბრალოდ. აი მოვიდა მეორე ბურთი. გლოვოთი გამოვიძახეთ ბურთი.
კანის სპონსორი აგურავო. აი ხა გოცო იქ მარტო წავიდა და თუ დაუბერმა ქარმა და თუ წაიღო მე ყოლე კარგად. თუ წაიღო გლდანში. ოპა, აი რა კარგად მისაფას და საღოლ ნუგო კაი შეხება იყო მკერდით. ზურაბ, რა კარგად მიიწება ბურთზე, მაგრამ ეს ტრიალი ზედმეტი იყო, შემეძლე კითკრაიზე უნდა გადაეტანა, ვიღაცა უნდა ენახა თავისუფალ აქ. ნუგო აზღვევს ყველაფერს. აქ მგონი ნუგოც ძირთადისთვის აფრიდა ბრძოლას. ნახე რა კარგად გაიხსნა. შვენიერი, გოგოშას კარგი შეხება დაეწევა, აუცილებლად. ბრავო! აქ ზედმეტი მოინდომა და ნუგომ გადააზღვია ეს პოზიცია. თუმცა გრძელდება თამაში, საჯმა არ დასტვინა, ვაგრძელებ თამაშს. რატომღაც გააჩერეს. მაგრამ ბურთი მაგათი იყო. შემსვლელი კომენტატორი მოვიდა ზამენა გიორგი გადაუღეთ უშენება. გიორგი გოცირიძე წავდა ბურთის მოსატანა. მართლა მოიტანა? და ქარმა წაიღო. ბურთი თუ გიორგი გოცირიძე. მოუტანი. კიდე კაი აქეთ დაუბერა, თორე? აქეთ უბერავს. თორე შარში იყო. რაც გვეკვით თამაშზე, მოკლე. სანდრო გოგოშვილი და ნუგო არიან უშეცდომოები ჯერჯერობით. ყველანაირი ირონიის გარეშე. ახალი ბიჭები ხა ცოტა ამოვარნილები არიან, რაღა დაგიმალო, აშკარად ანუ გუნდის რიტმი არ აქვს შეგრძნობილი. ანუ რა თამაშობთ როგორ რაღაცა, მაგრამ მონდომებულები არიან როგორც ხედავთ. ნაგერ არ ეშვება აქ. მეტი აგრესია. აი ისე ნუგომ გადააზღვია და როგორც ხედავთ ისევ შეუცდომელია ნუგო. აქ გოგოშაც ხედავთ, ნახეთ რა კარგად მიაქვს მურთები და გააყოლა იდეალური პასი. ხარბედია, თუმცა ბიჭო, სხვათა შორის ერთი რაღაც შეურჩია რა და ბიჭები იმენა სწრაფები ყავთ. არა, ქარის ბრალია, ქარმა იცის ხოლმე ეგრე. კი, ჩემ ფანზე საკმაოდ კარი ბიჭია. კი, არა, ხო ბურთი მოდის და უცებ ან გადაგახტება, ან შენელდება ხოლმე აფრესკად. აქ ისეთი ქარი იყო, ეს რაღაცა წელა ლამის გადააყირავა. კი, რაღაცა ჟოგაბონიტოები იყო ზურას შესრულებით სხვათა შორის. აი აქ ეს ხო გასატანი გოლია ხა რეალურად ცოტა აუგდო ბურთი. რატო უნდა აუგდო ესე თქო? თორე არც არავინ არ გახსნა. აუგდო, კი ბატონო. ის შეიძლება არ აუგდო და უბრალოდ გააუგდო, შეაგებო. ასიამოვნო. ასე დაგეთახმები. როგორც ვარჯიშებზე ხდება, ახაც ვარჯიშებზე კი. და მოხდეს იგივე. აი როგორ გამოიპარა აქეთ. ხო, აუტით შემოყავს ფასბურთი თამაში. რომელიც შემოაწვის მუხიაშვილის აუტები, ლეგენდარული აუტები. აუტები, რომლებიც ფუჭდება ხოლმე, მაგრამ ხან არ ფუჭდება. და აი აქ ახალი ბიჭის ტესტი იქნება. ოპა, ლევანი როგორ დაამშვიდა და აქ მუხიაშვილი, ვაი, ბურთს ფეხი არ ააცილა გაგიტირება. შვიდე იქნება და იახს, შვიდე იქნება შენ ნახევარზე. რაღაცა ისწავლეს, ეს წინამწვრთნელის ხელი ეტყობათ, მე მგონი აქ. ნახე, ნუგო ყველგან არის, წეღან, უკან, წინ, უკან, ნახეთ. სივრცეც შეცვალა, აქეთ ვერაფერ ვერ დაინახავ, კი? იდეა კაი იყო, ერთადერთი რაც შევამჩნია აქ მე მგონი გასართობად აღარავინ აღარ არის და ყველა აქ ბრძოლას აპირებს. ნახეთ როგორი დინჯი არის, ნუგო და ოპა. თითქოს ძალიან ადრექნა ეგ. მე მგონი ნუგო ეხა ქარის იმედადაა. რომ აქ ქარი რაღაც შეცდომას დააშვებინებს იმათ, კი. შესაძლოა. რატო არ უნდა გარის? თქო ასე დროთა აი ნახეთ სწრაფი აუტი. მე კარე ხარბედია ძალიან მოტივირებული იყო რაც გოლის გატანა უნდა. არ ვიცი რამდენ პასს გააკეთებს. და შეიძლება ეგუბინდავს გონებას ზუსტად. აი გადაახტება რა თქმა უნდა. მაიგერით წავიდა ბურთთან შესაგებებლად. მიშა დაბრუნდა. კან აქ ისევ ლევანი მუსირებს. ლევანი ჩართო ლოკატორები, გააჩერდა. აქ ჯორჯი, დიმოტი და მიშა. ნუგო მარტო არა. დაინახა. ამ შენ ნუგოს მოძრაობაზე რა სიტყვით? აი ნუგოს დინას ბევრი შეცდომა ჰქონდა სხვათა შორის. პირველ ტაიმში კი და ასე თუ გააგრძელებს, ნუგო შეიძლება დიმას საფრთხე შეუქმნას. ორი კვირა, მოგეხსენებათ ახლა აღდგომის ორი კვირა. ნუგო ორჯერ იგივენაირი გამოადგება. მუხიაშვილის ტრიველა. ტრიველა ჩვენი კარისკენ. ჩვენი და ჯორჯის ტრიველაც ასევე. აბა მიშა. აი ნუგო იზავს ტრიველას, ეხლა ნახე. რო კარგად წაიღო ბურთი. არა, ბაჩოკი ქნა. ოპა! აქ კოორდინაციის პრობლემა იყო. კი, ანუ შეცდომა არ დაუშვია კიდევ თუ დაამოღამე ნუგოს. არა, ხო, ჯერჯერობით. ეს ცოტა ელეგანტური გუნები ქონდა. ოპა, აი აქ
ოპა, კარგი ჩამოღება იყო. აქ ისევ ნუგოა. ნახეთ. ეს პაუზა მნიშვნელოვანი იყო. ეს პაუზა იყო მნიშვნელოვანი და აი ხარბედიას ისევ არ უმოწევს, თორე ეს პასი უნდა მიიღო ხარბედიას, ისე გარუოდა. ვიდათ, გაშალეთ. აი გოგოშულმა გადააზღვია ჩვენი მსველი. ნახეთ როგორ არიჩქარა და ისევ ნუგო არის. ნუგო დღეს ყველგან არის. ისევ მარტივი თამაში. მარტივი თამაში ისევ ნუგოს მხრიდან. თუმცა ხა შეახ. ეს ვინ არის გარეთ ბეილია? ტრიველა პასი და ხარბედიას ისევ არ უმართავს. ხარბედიას ისევ არ უმართავს. ხარბედია ხდებოდა ეს ჩემ პასი იყო. ჩემ თვალში გოლი იყო ეს. ეს უნდა ყოფილიყო ფორვარდული გაშლა. რა თქმა უნდა. შიდა დამთავრება როგორც არჩემა აკეთებდა ხოლმე. ჩახურვები. კი. ჩემი სპეციალობა იყო. ჩაჭედება ბოლოს ჩახურვები, ჩემი სპეციალობა. თუმცა აქ ამ ახალმა ბიჭმა როგორ სკილების სწორ მომენტში დემონსტრაცია. და გოგოშვილის პრესინგი ნახეთ უკვე დაიბო. ნახე! შვენიერი ძალიან მარტივად თამაშობს. აი ეს მომწონს და დასარტყმელია თითქოს. ოპა რა კარგად შეაფულა. ყველაფერი გამოვიდა. თითქოს რაღაცა ბოლო აკორდს ვერ ვიღებთ. კარტოს რა სიტყოდი და კი, ბოლოში თითქოს ხდება უფრო კაცრი, ზევის იმ კაცრი. კი, აი ჩამჭედებელი ვინც ბოლოს ლურს მას ვდებთ და ის ვეღარ ვაჭედებთ. აი ნახევარზე ვაჭედებ. კი, ნამდვილად. ლურსების თემა ვიგონი ბოლომდე გავშალეთ დღეს. ლურსებს ახლა გადავიდეთ სამარეზებზე. სამარეზზე. მარჯვნივ ტრიალებს, ეს ხრახნი მარჯვნივ ტრიალებს თუ მარცხნივ ტრიალებს საბოლოო ჯამში თუ გავიგოთ. გარჩე საიტს უნდა ამოვიდეს, უნდა ჩავიდეს. ხა ხრახნით დაბლა. ახლა კი აშკარად დაბლა იხერხება. კი. კარგად ჩაიხ. აი ზურამ ამოახრახნა. უკან ისევ ნუგო ჩახრახნილი ამოახრახნისა. დაიზრახნა და სიტყვა ხრახნვა. ჩვენი გუნდის სახრახნისი ვინ იქნებოდა? აი ისევ გოგოშა რომელიც საოცრებებს გვთავაზობს. ნუგოს ეს შეხება ნახე და გაიგზა უნდა გააყოლოს და მიდი ნუგო. კარგი იყო, აუცილებლად იმსახურებდა, კი. არა შეხება თავზე რო უგდებენ, აი ეს მინდა და მიგოს. კი, მაგრამ ეხლა ნუგო აბა შეცდომაში არ გითხრით. ეს პრინტიც რომ მოეგო, ხო, ანუ აშკარად ეს იგივე არო რა. ზურა მივიდა. ყველაფერი კაი იყო ამ შეტევაში ციდიაში, აი არაფერი დაიღალა ხა წინა შეტევის დროს ეს და ხარბედიას გაუმართლებს? არ უმართლებს ხარბედიას არ უმართლებს. ხარბედია წინა ვარ. მოდი კარმის ბედის წერ ჩარხი დავწერო და ახლა ვთქვა რომ ხარბედიას უმართლებს. უმართლებს, მაგრამ ვერ იყენებს, ხო? ეხლა ნახე როგორ გაუმართლებს. ოკეი. ამ მომენტიდან ხარბედიას სულ გაუმართლებს. ხარბედიას იცი რატო არ უმართლებს? ცდილობ რომ სამი გრაფს ფუნქციონირება ბარსელონა და აი აქედან დაიწყო მისი ვირგულს. ხარბედიას არ უმართლებს კი არა, მე გეტყოდი რომ პირდაპირ მოუტანა. პირდაპირ ფიზიკის კანონია. ეს გამართლება არაფერ შუაში არ არის. საცავშობილ ვარ გაზრდილ ვარ და მის როლია ის არის. შულოც ის არის. ვერ გაასწორა მიზანი. და თავის თავს დააბრალო სო. ბექამუხიაშვილი ჩავიდა ეგრევე. რა ხდება პრესინგში როგორ შეაფასებდი ფოტოშოპს აი სული ამოვხადეთ როგორც გეთორმოზე იტყო და სულ მომხდის აი იმათ ნახევარი ძირს გადმოვიდა ჩვენს ნახევარზე. მეტოქი გუნდიც არასწორად ყუჩდება იქ სადაც ჩვენ ვაპრესინგებთ და აშკარად გამოუცდელი ბიჭები არიან, თუმცა სწრაფები. აი სისტრაფე მე ახეთ რა კარგად გაჭახაზი. ვიდგომას ისეთი აქვს თამაშის მიმართ. აი აანალიზება რომ ამხანაგურია. ოპა ეგ ზურა დაამთავრებს. ფოტოშოპ ზურას გოლი არ გვინახავს. და ზურა ეხა პუბლიკაზე თამაშობს. არა, ზურა ეხა თავის სიამოვნების თამაშობს. ნახეთ აი უბრალოდ. კი, თუმცა აი აჩვენეს რომ აქ ბიჭო ესე არ გამოვა. საჯი არ აკეთებს, მაგრამ კი. კიდე არ აკეთებდეს. საჯიც მიხვდა რომ ზედმეტი მოგივიდაო და მგონი სპეციალურად არ დაუდო. და ალბათ ჯარიმა იქნება. კი, სხვა შემთხვევაში აუცილებლად იქნება ჯარიმა. ხარბედია სადაა ჩამოსული, რომელსაც უმართლებს ამ მომენტიდან უკვე უმართლებს ხარბედიას. სხვათა შორის. რა საინტერესოა. ოი, რაღაცები მოხდა იქ და ხარბედიას გადასეთ საინტერესოა დიდი ხანია ვინახია. წინა თამაშს თუ გავიხსენებთ,
ზურას რომ შეაყოლა ძალიან ხო, კარგი. მაგრამ ის ძალიან შეაყოლა რომ უფრო ალბათ გვერდიდან რომ მისცა შუაში. ხო, აი გვერდიდან შევიდა, შეაყოლას მაგას შეაყოლა გულობ. ფორტული ელემენტია რაც და შეაყოლა. აი, ჩემი რაკურსიდან ძალიან კარგად გამოჩნდა, იმიტომ რომ ესე ცველის ფეხს აი ესე შემოუარა ბურთმა. კასის ფორმა ხო, მოხდა. ანუ ისე დათვლილი იყო. კი, calculated სხვათა შორის კი. როგორც ჩანს, ხარბედია ტრიგონომეტრიას კარგად სწავლობდა სკოლაში. აი ხარბედიას გაუმართლა და პასი მიიღო. აი, თვითონ წაიღო, კიდე ერთი? ჩართო ელსები. აი ზურას მისცა პასი. ოპა! ეს ბიჭი კარში ჩააყენეთ. ზურას ბილი შესრულება რა. მარცხენად. მინდა რომ ერთხელ ძლიერი დარტყმით ნახო რა სამ. მარცხენად ურყავდა და დისტანცია. ვერ დაარტყავდა ძლიერად მარცხენად. თორე საკო საიდროს დაბიზნება იყო ასე რომ გონი მერუშველი და ესე ხო, მცველი რომ არა. კი. ასე მეგონი ვამწესის ხო ფილში მოიგე. და თვითონ გავს. ახლა ხედავთ რომ შოთა სიდამონიძე რაღაცებს გვთავაზობს. მე მგონი რა გოლს უფრო ნახავთ ცველების შესრულებით ამ ეპიზოდში. ნახოთ ვინ არის წინ ჩასული. ნუგო რომელიც აუცარ ფორმაშია ზურა და მიშეილ პოროსკოვი. მიშელ ასე თუ ჩავაწოდებთ ხოლმე. ესეთი მაჩქარებიც გავდა ეს გადაწყვეტილება. კი და ეს ვინ ჩააწოდა? არა და ანგარიში სანდრო გოგოშვილმა ჩააწოდა. სანდრო გოგოშვილს ჩაუწოდებია მე მგონი და აი აქ გამოიკვეთა უკვე მისი პირველი შეცდომა. მე ბიჭები დაალაგდნენ პოზიციურ შეტევაში. ხაზები ძალიან კარგად იჭრება. აი სანდრო გოგოშვილს ცუდი პალასა დაეწყო უკვე მეორე დააცილა ბურთში. ჩაულა პოზიციაზე კი და ალბათ იქით კრაიზე ვერ ყომალ. ანუ ეს ხო არის ფეხბურთის ფიფაში სხვაგან რო დააყენებ და რო აკალდება გიყვიტლებს, ხო? კი, აი ეგ მოვიდა. გაყვიცხო და ყვითელიც აცვია ამჯერად. რასაც ნიშნავს. ნახეთ როგორ დაალაგა ბეკამუხიაშვილმა ვიღაცას ანიშნა ეგ ხელით. ნუგო როგორ ჭრის სივრცეებს შეხედა. აქეთაც რო გამოიხედოს კარგი იქნება, მაგრამ ხარბედიას მისცა. აი ეს უგეს პასუხი ალბათ ყველაზე კარგი იყო იქით კრაიზე რაც გააკეთა ხარბედაზე. ზურამ ცოტა დააკეთა ზურას. ქუდიანი მოწინააღმდეგე არის. ოპა. გადა ო სხვათა შორის ძალიან კარგად შვიდად მარტო. მიხსნება. ძალიან ერთად გახართ. გოგოშა ნახე როგორ გაშალა იქ თემა, მისცა და გაიხსნება შვენია. მოძრაობა არის მთავარი, რა ხევალი საქმე. თუმცა ეხა წინ უნდა წავიდეს აუცილებლად. ოპა. ეს ბოდიში მოიხადა ლევანი, მაგრამ არ აუშავს, აი ბუთი ჩვენ დაგჭა. კი. სხვათა შორის იმ დღეს საუბრობდი მე, რომ აი მოყვარულთა ლიგაში ეს რაგბის ტაქტიკა აბრაგანს რო გადაკიდებდა, რომ შეყვები ძალიან მოქმედებს, იმიტომ რომ მაღალი ბურთი თუ წავიდა და ჩქარა გაყევი მაგ ბურთს. იმათი მოწინააღმდეგე როცა ამ ბურთს იღებს, უეჭველი ვერ ამუშავებს საკმარისად კარგად და დრო გაქვს რომ იქვე წაართვა. კი ბატონო, მიცუეტეს პროცეს ტრაფი ფლანგის მოთამაშეები. კი, უბრალოდ დაზარება არ უნდა. აი ხა აქეთ გოგოშაძე თითქოს პასი ეკითხება, მაგრამ ისევ ცენტრში გაიჭრა და ზურას რბილი შეხება, როგორი რბილი და მოტრიალებაც ლამაზესი იყო და ჩართო ნახევარმცველი თამაში, რომელმაც აქეთ წამოიღო ბურთი, კარგად ატარებს ეს ბიჭი ბურთს. ამთავრე! და მეკარე ღმერთო ჩემო. ბრავო ზურა! კიდე მარცხენათი ურტყავდა და კარგი იყო. უკეთა სახელი არ მაქვს ბოდიში მე მგონი. გაგა? ახალი ბიჭი გაგა იქნებოდა. ესე ჩვენიერი იყო. აი ხლა ვინ ჩააწოდებს აი კუთხურს აი მაინტერესებს ესე გოგოშას ანტობენ ამ ჩაწოდებას? არა, ხარბედია წავიდა თავად. ნუ თუ რა დრო დადგა რომ მოედანზე ჩამწოდებელი არ უყავს. ლევანის ფიქრობ რომ ძალიან კარგი ჩაწოდება უნდა ქონდეს. კი, ალბათ, მაგრამ ლევანი მოყვარულია რბილი პასების და პარასიტების ასე რომ ნახოთ. სანდრო არის ალბათ შესრულებელი ცოტა უხეში აგრესიული ძლიერი პასების მაგალი. პოლოსკოვი ჩავიდა. კოლიკოს სხვათა შორის მეც ვკითხავ კარგად აწვის ხოლმე. ჩაუწოდებია ჩემთვის. ახალი ბიჭი. ახალწეული ნახოთ. დავიმახსოვრეთ თქვენსაც პროცესს ასე რომ ოპა, აი ჩვენიერ ჩაწოდებაა და აქ ზურას მიუვიდა ისე მესამე დარტყმა მარცხენათი და მესამეც სახიფათო. იქნება მომენტი კიდე. თუმცა სულ მარცხენაზე რომ მისდის, ავაზე რა სიტყვით. ილესავს. ამ ხანაგურისთვის ილესავს მარცხენას. ანუ იგბალი არის. ო, რა კარგად წავიდა. სადღაც იქნება მომენტი, სადაც პასი უნდა გაიჭანოს და ეს ორი აცილება გარდაიქმნება გოლში. ეს სხვა დროს. გოგოშამ თითქოს წაიკითხა თამაში, მაგრამ
რაღაცა პასიურ პრესინგის ხო, რაც ბიჭები თითქოს ჩაჩადგა აი ხო კარი. ცოტა აყვა ბიჭებიც და რაც თით მგონი თამას, აი ნახე რაცა სპორტ ტესტავს წვრთნელი. გაგვიჭეს პასი. თითქოს პირველად გადმოსდნენ გააზრებულად ჩვენს ნახევარს და აქ მუხიაშვილს არა, ხო გითხარი სტრაფები არა, თითქმის განასწრო ნახე. მუხიაშვილმა აქ სპორტაშოს წუწუ გამიკვირდა რომ ზუსტი პასი გააკეთა და აქ რა კარგი მოი, ნუ ეს ნუგო იყო არა. ნუგო იყო ღმერთო ჩემო რა კარგი ჩარბენი თუ დაინახე წეან აი კარგი ჩარბენი იყო ძალიან კაი. იქ ნუგოს თვითონ სწორი შეხებები ძალიან მაოცებს მინდა გითხრათ. ალბათ ძალიან უფრო მეტად მოტივირებულია. ან მომატებულია რაღაც. ვარჯიშობ დიდი ალბათობით. იმიტომ რომ ბურთთან შეხება ქონდა, ნუ ყველა არ გაქცევია, ანუ ტექნიკურ ასპექტს გულის ხო უფრო. საწავიდა კომენტატორი ნომერი 4. კომენტატორი ნომერი 4 და იქით დგანან ბიჭები. გაგა ბიჭები გავიბრაზდებიან ეს. ნუგო მზურა მიიღებს. ნუგომ ბოდიში მოიხადა და ხო გოგოშამდე არ დროზე ბუთი მისატანით. გაიხედე აქეთ ძმა. არა. მიბძვით. აი ძმა იმიტომ დაუძახე რომ მისი სახელი არ ვიცი და გოგოშა მეორე ჰაერზე მეორე სართულზე მეორე ჰაერზე დუელი მოიგო და აი ნუგო თუ მისცემს და რა თქმა უნდა მისცემს გოგოშამაც დაამშვიდა სიმალურად რა ხდება ხო ხარი ცდილობს გაგვაც ამის ტელეფონი გამიუვარდა ხელიდან ოპა ადიდასის ამბასადორი ბექამ ნუ თუ სწორად შეიგდო რაც ადიდასის სახელი შეწყვიტეს ბექას რეიდი ვერ აღმოჩნდა ის ბლეიდი და აი აქ უკვე თითქოს შეიძლება და გაშლა აქ მაგრამ ვიშა ადგილზეა წამოვიდა ოპა მხარი ოპა აი ოპა რაკეტ მოვიდა ძალიან ტექნიკურად ამოჩავს გოგოშა რა კარგად გაჭრა ხაზი ცოტა რთული ვითხოვდი რომ ჩარლი ამბობს წაიღებდა მაგრამ ცოტა რთული გზაც მოძებნა აი აქ იქნება აი ესეთი მომენტები ქნის ხოლმე სხვა თავშებში განსხვავებას აი აქ ხა ვიღაც შეიძლება შვედური შეტევა ყოფილიყო ოპა ეს ჯორჯია აუტი ჯობია ჯორჯ ტურამე არა აუტი კი არა და ჩემი ოპა ეს მუხიაშვილმა თავ საფირმო არა საფირმო ფუცსაცელა გაკეთე და ხარბედიას აქ მოვაკდა თუ გააყოლებს ზურას მაგრამ არ გააყოლა აი ერთი ერთი შეხება იკითხებოდა რა თქმა უნდა და ეხა იქ ჭიდაობს საკუთარ არა რივაზარი მაინც მოუწია პასი და ზურა დაასრულებს ოფსაიდი ხო არ ვიცი აბა ცალსახად ოფსაიდი იყო ვიდეოში საფრთხედ გამოჩნდა წინ იყო ხარბედია ზურაზე თითქოს დაუდო ბოლოს თუ წინ იყო უკვე მე მგონი ამ საიტის ის აღარ იყო კი იმიტომ რომ ბოლოს დაცვლება ზურამ გაუგორა წინ ხარბედიას პასი უკან რო დაეგორებინა არ იქნებოდა გოლი არა ვერას ვთქვი იცი რომ ბოლო რა კი შენზე წინ იყო ბოლოს უკვე აღარ გონი ბურთზე უკან კი არა პასი წინ გააკეთა ბოლო ეპიზოდს გულისხმობ აი ბოლო პასი მან მე მგონი არ იყო აბსოლუტი იმიტომ რომ მარტო ეგონი იყვნენ და მეკარე დარჩენილი რა მნიშვნელობა აქვს ანუ ჩოლებრივი ამბავი მეკარე სულ ორივენი იყვნენ წინ და პასი დამან წინ გააკეთოს ოფსაიდია არა კაც მანდარი რომ მარტო მეკარე წარი ორი კაცი უნდა იყოს ხო და მეორე ვინ იყო არავინ არ იყო და მით უმეტეს ოფსაიდი იყო თქო მაგას გეუბნები აი მე ვიდეოზე განვიხილოთ ვიდეოზე განვიხილოთ შენც რო მუხიაშვილს ნახეთ რეებს აკეთებს მუხიაშვილი გინახავს გინახავს ესე ვიქტორინოქს მუხიაშვილი და აქ გოგოშას პასებს არ აძლევენ გოგოშ კარგი გახსნა იყო კაი მოძრაობა იყო დაგინახეთ ზემოდან ყველაფერი კარგად ჩანს აქ ახალ ბიჭებს მგონია რომ თავის გამოჩენა უნდა უბრალოდ რა დარტყმის ვერე კი ეხა ცალსახად პასი იკითხებოდა გოგოშაზე იმენა გახსნილი იყო და არა მარტო არა ის იყო ალბათ თითქოს მარტოც დატოვეს რა კაი დარტყმის შემთხვევაში შეიძლება კი აბა შენ რა მოიფიქრე ნუგო დაარტყი რა
აი რო არ დაგვეძახა და არ ტყიო თვითონ ვერ მოიფიქრებდა აი ეგ არ მომწონს რა არ და იმხელა სივრცე ქონდა რომ შეიძლება მომზადებაც კარაქზე თაფლის გადასმაც და ისე გემრიელად ტკბილად დარტყმა რას არა ის მოძრაობა მომეწონა რაც განიზრახა მე კი პაცებიაც კარგი იყო სხვათა შორის ხო უბრალოდ მარცხენა პრობლემა ის იყო რომ მარცხენაზე გადმოიტანა მაგ პაცებით პასი როგორც წინ გადი წინ სივრცე შეუცე ცოტა არა ისვენებს აშკარად კი გოგო გაიხსნა არა დაიღალა ჩემი აზრით ისვენებდა ეგ და აი ბიჭები ამშვიდებენ აქ როგორც კი შვენიერი გახსნა იყო აქ ნუგომ სტენკა იკითხება აქ ოპა რა კარგი თუმცა მაღალი პასი არ გავა ო მარა ხარვედეს ცოტა корпуსით თამაში კი აქ ნუ ამ კაცს საერთოდ გადავაგდებდი იქ ისე ჩავყენებ ო ძალიან სუფთად ითამაშა ასე რომ ვთქვათ რა ანუ ჯერ კაცი და მე ბურთი ესე ვთქვათ და ხარბე და პირდაპირ ბურთზე წავიდა ავტო ცოტა დიმას მიუტა თავის გულთან შანთას და თუმცა გოგოშამ ნახე რა გააკეთა და ხარბედიას გაუმართლა ბრავო აი რო ვთქვით ხარბედიას უმართლა ბრავო გოგოშ აი იყო კი თოდროები ტოვებთ მე აქ სოლო კომენტირებას გაუძღვები შვენიერი იყო ხო, სხვათა შორის ხარბედა ნაზარიომ მოატყუა აქ მეკარეც და ცარილეკარში გაიტანა გოლი. ცოტა არ იყოს და ასეთ გომისგან წელი ჩამაწყდა. აღარ შემილია, სადღაც შემილია. აქ ბიჭებიც ისვენებენ. რაღაცა ხდება, მე მგონი ტრავმირებულია და იმედია სერიოზული არაფერი იქნება, იმიტომ რომ ხა გოგოშვილის ჯარიმე არ აუღია, ნამდვილად სუფთავ ბურთზე ითამაშა. გამოჩნდა კიდევაც. ვიდეოზე ნახოთ დაამატებს თუ არა მსაჯი ამ პაუზისთვის. ბეკა კერესელიძე გასულია მოედნიდან, რაღაც ამ თამაში ხშირად ნახე ახალი ფეხბურთელი შემოვიდა. წავედით შეტევაზე ბიჭები არ აწუხებენ ახლა. ზურა მარჯვენა ფლანგის თამაშობს, რა ხდება? კარგი გაშლა. ნუგო მიჩქარად ცოტა მომზადებელი პასი გააკეთა აქ, მაგრამ გაგა ისევ ცდილობს ტექნიკის დემონსტრირებას. და თქმა უნდა ოფსაიდ. აქ ბიჭები არეულები არიან, უნდა დავალაგოთ ხაზი. ვინ ვის პოზიციაზეა ვეღარ გავიგე აქ, ვისად არის? აქ შეიჭამოს უნდა ეს. ძალიან ისე. და გოგოშ ამაკ დაპრესა, კაი პრესინგი იყო გოგოშ. ლევან, ბრავო! არა, ზურაზეა მოსანახი, რა თქმა უნდა, პასი. რა კარგად წაიღო და ერთი პაცებია, მეორე მოძრაობა, მესამე დამკაში უნდოდა ეხა ზურას გასვლა და სამწუხაროდ ვერ გავიდა. დახურული დახვდა ეს დამკაში გასასვლელი ადგილები და ვერ გავიდა. მარჯვენათი კარგი დარტყმა გამოვიდა და დაბალ კუთხეში მარცხნივ. ბიჭებს IQ მოემატათ, ანუ ბრმა და აღარ მისდევენ მოძა და პასის გასაკეთებელ გზებს უხერ გავენ, როგორც ხედავთ, აი თავისუფლად ვეღარ გვიპასავებენ ბურთს. გზელი პასი. так, ჯორჯი იქნება უძლიერესი თაურით, აქ პირველი ვინ ააბურთზე? ლევანმა სწორი პასი ხარბედიას. თითქმის ზურა მოიპარა, ხარბედიამ ჩადგა. ისევ ზურას მიუვა? არა. ძელი პასი, ბექა აქ ორი კაცი წინაღლებაა. ბექა სწორი პასი მონახა. კარგად მიუვიდა გოგოშას ბურთი, ვნახოთ რა შემოგთავაზებს. ცოტა გაექცა, მაგრამ არა უშავს.
არა უშოს ეგ ბიჭებო ერთმანეთში გაიესნეს რაღაცეები ლევანი ნახოთ რა სწორს დააწყნარ გადაშალა აგერ ნუგო ისევ თავისუფალია შვენივრად ეხსნება თუმცა აქ რაც ხარბედაზე კაი პასი გაიჭრა და ნახოთ აქ სპრინტერულ დურეში ხარბედა მაჯობა თუ ხარბედამ ვერ შეასრულა ღმერთო ჩემო არა ხარბედა არაფერი არ იქნება უბრალოდ დაბალი მარცხენა კუთხეში ბაჩოკი გადიოდა მან რაღაც გაართულა ყველაფერი გენიალური მარტივია მოგითხრათ ეს მეკარე პიჯოკის გამკეთებელი არ იყო იქ პროსტა ბაჩოკიც რო გაეგორებინა გოგოშას მოძრაობები და მოგამეთ აბა როგორ ჩააწოდებს აწიეს ფოთაშორის ბურთზე და ლევანის დარტყმა აუ რა დარტყმა მოუგერია მეკარემ რა ზურაკ კარგია ზურა ძალიან მასწრაფებულია ნუ არ ვიცი რა დოპინგზეა დაარტყი რა ვაიმე ბრუში დარტყმა ზურა მაგარი დარტყმა იყო ეს ძალიან მაგარი დარტყმა იყო ნუ გაუნა დაგერტყა აგდებულზე ნახდება რა თამაშდა ბიჭებს რაც კონი მობეზდა თამაში რა ინტენსივობამ დაიკლს ფოთაშორის ძალიან აქ წაუკითხა დაარტყავს დარტყმა უნდა დაარტყა თუმცა ეგ ზურაზეც უფრო მარტივ პასი როგორც თქვი ალბათ მარტივი თემაა ბიჭებს თავის გამოჩენა უნდათ რა აქ კიდევ ისინი დაცვაში მატაობენ ესე რომ ვთქვათ რეებს შვებიან არ ვიცი კუთხური გვაჩუქეს აიჭრა იმათი გუნდით ცალსახად ჯერად გოგოშა ჩააწვის აუ კუთხულს აი აწევა მიშამ დაარტყა თუმცა მეკამუხიაშვილი მზად არის რომ არ გაუშვეს მოწინააღმდეგე და იქო შემოჭა კარგია ბექას ბოხი ხმა ისმის აქ ხოლოდ არ გადაუშვი თავზე ნახოთ ტექნიკის დემონსტრირება და სწორად შემოტანა ცენტრში გადმოშლა ყოჩაღ ბექა მუხიაშვილმა მე მგონი ეს რაც IQ მოიმატა ნუგოსკოსი ბიჭები რაც თამაშით სიამოვნებას იღებენ აი ახლა მიშამაც შვენივრად მიიღო გადმოშლის აქეთ გაჭრა ხარბედა და თითქოს თამაშგარეში ხარბედ 1.5 მეტრი რა შენ სალამ შეხედე უკვე საინტერესოა გოცო მეკარემ ნასოკი დაარტყა ბექა მოიგო ბექა 3 კაცშია და აუ ბექა უძლიერესი ხარ ბექას ეს გამონათებები აქვს ხოლმე რა შოთა მოიგერია ბურთი აქ კარგად ითამაშა ჩვენმა მარცხენა მცველმა და საერთოდ კუთხურიც კი არ მისცა ისე კარგად ითამაშა ჩვენი ამ ბურთი აქ მეკარემ ცოტა ხوارი ჩქარა მუხიაშვილს მისცა პასი როცა პრესინგზე გვეჭდნენ ზურამ რაღაც ზურას მგონი რაღაც ჩაარტყეს კარგად გადაუგდო თავზე მაგრამ იდაყვი აშკარად იდაყვი მოარტყეს ზურასა უკმაყოფილოა
მეგობრებო, ამ ხადაგურია და ტრავმები და რაღაცები არის ვაწყობს რა, ეხა ეს კლასიკური ფრაზა. ნუგო წინათ შეგილია ცოტა, წინათ შეგილია შეავს. ო. აი ხარ. ო, ბიჭებმა გაათამაშეს. აი ხარ გოგოშ. ისევ ნუგო განთავისუფლდა? გოგოშა უკანაა დაწეული. გოგოშა საშკარად უნდა რომ უბრალოდ ბურთი აპასაონ და ამ პასაობით სიამოვნება მიიღო. ო, ლევანი რა კარგი იყო აქ, რა კარგად მიიღო და დატრიალდა. მარტივი პასი აქ ჩემი აზრით გრძელი პასი ვაფშე არ გჭირდება, ის მარტივად ასაპარისაო. კარგად. ცოტა ხო ამბის ტექნიკურ არსენალში ახალია. მაგრამ იქ შოთა მანიშნა მიშას გვერდზე გამეხსენიო. მიშამ წაიღო წინ ბურთი. ლევონს მიშა კარგად გაეხსნა, მაგრამ ლევონმა შენივრად დაამშვიდა სიტუაცია. აქ სულ არას მოიფიქრებს, რა თქმა უნდა, ისევ იგივე გაუკეთა და ბექას გააყოლა, რომელმაც ჩართო ტურბო დიზელ პლიტა მოტორი. ოპა, აი მაინც ბექა დარჩა გამარჯვებული. ზურას დაუბრუნა. ლევან უნდა რაღაც მოიფიქრო აქ. აბარა! აი იყო ლამაზი იყო. აი დიდი ხანია მინდოდა რომ ლევანის ეს ექნა და როგორც იქნა ქნა შეუძლია ამბოს, შეუძლია აქედან დარტყმები. საკმაოდ კარგი პირველი მიღება და იქედან რომ ეგ გოგო შერთი შენ თავზე და დარტყმა რა. ო ჩვენს ექიმს კუნთი გაეჭიმა, ჩვენს ექიმ შემტევს. Oh, you found me. მე აქ დავეყინე. აქ უნდა მოიპოვოთ ბურთი, არ უნდა გამოვიდნენ. ნუგო მოიპოვა, ნახოთ როგორ გაანაწილებს. არა, მაგრამ ჩვენი აუტი იქნება. კარგია. აქედან თუ გადავარდი. აბა, ვინ მოძრაობს, ვინ იხსნება? სწორი აუტი. მომეშეჩემაო და არ მისცა. ო, ბოლომდე იბრძოლა. კარგი იყო. შეტევა უნდა და ეგ ბოლომდე ბრძოლის დროს გაჭიმულ კუნთსა იმედია არ გაუმიზოს და არაფერი წამოდგება. ექიმი ხوارგი. ანუ აქ გოგოშას უთხრა ექიმი ხوارგინდაო და ანუ თვითონ იყო გოგოშა ექიმი რა, ხო ხვდებით. ანუ ვიღადავა რა. ან ისე პონკად. ოპა, მიშა უნდა იყოს, ბრავო მიშ. ოპა. ისო მიშ. მიშა დაარტყავს, უკან დაამშვიდა მიშამ. რას აპირებს არ ვიცი. ო, ცოტა დაიბნა მიშა სიმართლე გითხრათ. ო, მშვენიერი. ო, ინიესტა! გაგამაც უნდა გასცეს აქ. დაარტყი რა! ძალიან ლამაზი იყო. არა, ნუგო პასიც კაი იყო, მაგრამ დარტყმა შეიძლებოდა. 39 და რაღაც წუთია და იმედია ეხა თამაში მორჩება სანამ ტრავმებს მიიღებენ ბიჭები. ნახოთ კობას რა ჩანაფიქრი აქვს. მე პირადად ხელები გამეყინა. აი. ხედავთ. ვიღაც შლია. აბა ბიჭებო.
ბიჭებო. ვიხილავთ კიდე ერთ სპრინტერულ დუელს. ჯორჯი ხარ შემოტრიალდება რა თქმა უნდა. ოპა. მიშა როგორ აქტიურად მუშაობს აქ როგორ დაეხმარა შოთას. აქ ნუგო არის ოცარიელი. შვენიერი პასტა შვენიერი მიიღება და შვენიერი წაღება. ხარბედა დაიღრალა. იქვე დავაჯექით. ბოლოს ბიჭებმა ისე გადაწყვიტეს რომ ეტყობა. შეუტიონ ნახეთ როგორ მივიდა აქ ტრიალი გაუკეთეს, მაგრამ შეცდომა დააშვებინა, გაიჭრა ხაზები და აქ მოდიან ბევრი შეტევაზე. 4-4-ზე არის და ისევ მიშა ძალიან მარტივად თამაშობს, ნუგო მერჩეხები დაუტოვა. მიშა თვითონ გადაწყვიტა, გოგოშას დაუტოვა, გოგოშამ წაიღო, მიშა ჩართო თამაში, მიშა ფლანგის შემტევად არის, ისევ გოგოშა არა. ოპა, კარგი იყო. არ წამოეგო აქ ფანდზე. ფოტოშოპში 40 წუთს გადასდა. მოგითხრათ. არის ველოდებით კომბინაცია. წამზე კი. ცოტა 3 წუთი. მე უფრო საჯი მაგერაა ძმა. რამდენი თქო საჯმა? არ ვიცი. დრო არისო ბევრი გაჯმა ესე თქვა. აქ იმენა ბავშვები მოარიდეთ ჩვენ მახალმა ტუებს დავოდეთ. ჩობ დავოდეთ რა. შეიძლება. ვიზუმეთ. არა რომ მივზუმო მე შეიძლება ტელეფონი ხელიდან გამივარდეს. ახალი რეკლამით არ შეიძლება ტრავმების ჩვენება. ახალი შეიძლება ტრავმების ჩვენება. ამიტომ შეგვიძლიათ აქაც ხო ტრავმაა. აი სადღაც გადაუვე ამორს. ესაც ხო ტრავმაა. ხმაური შექმნით, ვიდი, იხმაური. აი შო ესა. გოცო ამოდი ჭამე და ჩადი მერე. ნუ შეიძლება ბირიჟაობა მთელი დღე ვერ გავიქე. კარგი რა. მუშაობა როდის უნდა დაიწყო? აი ბექა კერსენჯი აკეთებს რაღაცებს. აქ თემა ამ საჯი დასტვინე რა. ანუ ეს საჯი არ შტოეს და მე კიდე წელის ტრავა ვიკიდე აქ. შემდგომში სკამით მოვალ უეჭველი არა ვაფშე დამიფინანსეს. მოდი იცი ახლა დაიწყე საუბარი შეჯამება და ჩაწერე თუ შეიძლება შენი შესრულებით და ჩემი აზრით ბიჭებს გააჩინიათ უკვე ქემისტრი ახალ ბიჭებს ამოვარდნილები არიან რიტმიდან ეგრე მგონია იმიტომ რომ მაინც თავის გამოჩენის ვარიანტი აქვს და ფასკურს მიულოცოთ კიდევ ერთი ამ ხარანგუის გამარჯვება ბექა კერესელიძემ ბექა კერესელიძემ ლამის ტრავმა მიიღო აქ მიშას როს შეეჯახა თუმცა არაფერი არ დაუქმია კარგად შევიდეო თან შევუერთდეთ და მოდი ეს შევამართო შენ გადაიბარე ეს რუბრიკა შეცვდა ამიბა მხარი რა ისე არის გამოვა. აი მოდი ეს გავთიშოთ. მოდი შენი კადრი იყოს ბოლო. გავთიშოთ და ცალკე